ჩემ PlayStation 5-იც გავაკარიალე. აგერ გავუწმინდე. როგორ ბზინობს. მოგეთ 4 წელია, არ გამიხსნია, არ გამიწმენდია და ეხა. 4 წელიწადში ერთხელ მაინც უნდა გაწმინდო რა. ბევრია 4 წელი ბევრია, 2 წელიწადში ერთხელ. თავარია ინსტრუმენტები გქონდეთ, აი ესეთი ამდაგვარი თავის ბურკით. ფუნჯები. ფუნჯები და პილესოსი რა. ესეთი. პირიქით რო უბერავს რა. ეგარი. ეს გამაგება ესე უნდა დააწყოთ, რომ არ აგერიოთ ყველას ზომა შურუპი სხვადასხვაა რა. ახლა პროცესს არ გაყურებინეთ როგორ გავუწმინდე რა. აგერ ახსნითაც გაიგებთ რა. არ არის რა ძნელი ამის მოხსნა და არა გამაგრილები რადიატორის გაწმენდა რა. აგერ. და აი ეს უნდა გქონდეთ რა. აი ესეთი. პრინციპში ეს ორი ინსტრუმენტის თავი მიდის ამაზე რა. მეტი ზომა შურუპი ამას დაყინებული არც აქვს რა. ეს. აი ეს აგერ. ეს ზომა მიდის ამაზე. დისკი სადაც ფუნქციონირებს. დისკის მხარეს რა მოკლედ რა. ეხლა აღარ ჩავსო ისე ამაში რა. და თავარი რა. T8-ა, T10-ა თუ დაანწრილად აწერია რა. მოკლედ რა, პირველივე ამოღებაზე ეგრევე ამოვიღე, აღარ მატყუა. აგერ იყო, აი. ესე ხო. ყველა შურუპი თითქმის ყველა ერთი ზომისაა დანარჩენი რა. აი ეს ინსტრუმენტი მიდის ყველაზე, საერთოდ მთლიანად ყველაზე. აი ეს ზომაა რა. აი ესა. როგორ ჩანს, არ ვიცი, მაგრამ ეს არის რა. ოკეი. კაი რაღაცაა ეს. თემი უნდა გამოვიწერე და კმაყოფილი ვარ, კაი რამეა რა. ეს გაიწმინდა აგერ რა. 4 წელი ბევრია, 2 წელიწადში ერთხელ საკმარისია ამის გაწმენდა. ხა მთლიანად ამის დასვა კი შემიძლია, მაგრამ ეხა არ მინდა რა. არ მოითხოვ საჭიროებას პილესოსი დაუბერე მთლიანად შინგიდანაც თითქმის ეხა ძალიან შინგით ვერ შევედი, მაგრამ გაიწმინდა რა. როგორც გაიწმინდა, ჯერ ხოთზეა კონსოლი. და შევნახოთ მე. მადლობა ყურადღებისთვის.